სინერგიის მართლმადიდებლური კონცეფცია უაღრესად მნიშვნელოვანია თეოლოგიური და სოფხედელობრივი თვალსაზრისითაც, რადგან მას ეფუძნება მართლმადიდებლური სწავლება ადამიანის თავისუფლებაზე, მის ცხოვრებასა და მადლის მიერ გახდომაზე. ბერძნული წარმომავლობის ტერმინი სინერგია ღვთაებრივი და ადამიანური ნების თავისუფალ მისტიკურ თანამოქმედებას აღნიშნავს, რაც ბუნებრივად გულისხმობს სამ რამეს: ღვთაებრივი ნების ამოცნობას, მის მორჩილებას და ადამიანური ძალისხმევის წარმართვას სული წმინდის მიერ. პირველი ორი სინერგიული ცნობიერების საფუძველია, მესამე კი სინერგიული ქმედების და მადლის მიერი გახდომის. მართლმადიდებელ პატერიკებში ხშირად ხვდება შეგონება, რომ ადამიანს არ შეუძლია ჭეშმარიტი სიკეთის გაკეთება სინერგიის, კერძოდ ღვთაებრივი ნების ამოცნობის გარეშე, რადგან მხოლოდ ღმერთმა იცის, რა იქნება ადამიანური გადაწყვეტილებებისა და ქმედებების რეალური საბოლოო შედეგი და რა წარმოადგენს ჭეშმარიტ სიკეთეს მარადიული ცხოვრების პერსპექტივიდან, რისთვისაც ვართ შექმნილი. ზემოთქმულ არსს წმინდა ისააკ ასური შემდეგნაირად გამოხატავს. როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლია სიკეთის გაკეთება, სინამდვილეში ბოროტების კეთებას იწყებს. ნეტარი ავგუსტინე იმასაც კი ამტკიცებს, რომ სინათლის ანგელოზმა სწორედ ასეთი აზრის შედეგად ჩაიდინა პირველი ცოდვა, ანუ ბოროტება და სატანად გადაიქცა. მართლაც, პირველი ბოროტების ჩადენამდე სინათლის ანგელოზს კეთილი ბუნება ჰქონდა, რაც სიკეთისადმი ბუნებრივ მიდრეკილებას გულისხმობს. ამავე დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა ბოროტება, რომლის მას თავისუფლად აერჩია. სწორედ ამიტომ ამტკიცებს ნეტარი ავგუსტინე, რომ ბოროტება კეთილი ბუნების სიკეთისადმი მისწრაფებისას დაიბადა, როდესაც ანგელოზმა ამ სიკეთის გაკეთება ღმერთის გარეშე მოინდომა. სწორედ ეს იყო მისი ამპარტავნებისა და დაცემის საფუძველი. სინერგიის ცნება მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ქვაკუთხედია, რადგან მართლმადიდებლური ასკეტური ტრადიცია ადამიანის მადლის მიერ გახდომაზე, მისი ბუნების შინაგან ფერისცვალებაზეა კონცენტრირებული. ადამიანის გახდობა იმაში ვლინდება, რომ ის ღმერთივით იწყებს მოქმედებას. ამის მაგალითს იძლევიან წმინდანები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, ავადმყოფებს კურნავენ, მტრებს აღადგენენ და ასე შემდეგ. ყველა ქრისტიანი მოწოდებულია წმინდანებს მიემსგავსოს, რადგან მართლმადიდებლობის თანახმად ადამიანის ცხონება ადამიანურ საქმეებზე დამყარებული გამართლების იურიდიული აქტი ან ღვთაებრივი ამინისტიის ფორმალური გამოცხადება კი არ არის, არამედ მიწაზე დაწყებული თეოზისის, ანუ გახდომის პროცესის შედეგი. წმინდა გრიგოლ პალამა წერს, ღმერთის უქმნელი ენერგია შეურევნელად უერთდება კაცობრიოს და ადამიანს საშუალებას აძლევს იცხოვროს ქრისტეში და სიკეთე აღასრულოს როგორც ამ ერთობის გამოვლინება. როგორც პავლე მოციქული წერს გალატელთა ეპისტოლეში, მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს შემში. ეს სიტყვები აქ პარაბოლური მნიშვნელობით კი არ იხმარება, არამედ ისინი მადლის მიერ რეალობაზე მიანიშნებენ. შეიძლება ითქვას, რომ სინერგიული ცნობიერება წმინდად ვერ შენარჩუნდა კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში. რამაც ცხადია, შესაბამისი ისტორიული გამოვლინებები ჰპოვა. მათზე საუბრისას კათოლიციზმის და პროტესტანტიზმის კრიტიკას კი არ ვესწრაფი, არამედ ჩემი აზრის ილუსტრაციას, რადგან ამ გამოვლინებებისადმი არაერთგვაროვანმა დამოკიდებულებამ თავად ამ კონფესიების წიაღში იჩინა თავი. კათოლიციზმში სინერგიული წონასწორობის დარღვევამ გამოხატულება ჰპოვა ზეჭარბი დამსახურებების მერიტა სუპერერაგატორია, სწავლებასა და ინდულგენციებით ვაჭრობაში. რამაც ცხონება გარეგან იურიდიულ აქტად აქცია, თითქოს ის ღვთის წყალობის შესყიდვით შეიძლებოდეს ადამიანის შინაგანი მადლისმიერი გარდაქმნის გარეშე. მართალია კათოლიკებმა ინდულგენციებით ვაჭრობა ტრენტის კრებაზე დაგმეს, მისი თეოლოგიური საფუძველი, ანუ სწავლება ადამიანური დამსახურებების შესახებ მაინც დარჩა. პროტესტანტიზმში კი მეორე უკიდურესობას ვხედავ. პრინციპი sola fide, ხოლო რწმენით ცხონების საქმეში ღმერთთან აქტიურ ადამიანურ თანამშრომლობას გამორიცხავს. კალვინის მიხედვით პირველყოფილი ცოდვით ადამიანის ბუნება იმდენადაა შერყნილი კორუფციო რადიკალის, რომ მას ღვთაებრივი მადლის მიღების უნარი აღარ აქვს, თუ ღმერთი ამას წინასწარ განზრახული პრედესტინაციო იძულებით არ გააკეთებს, თავისი უზენაესი სუვერენული ნებით. სოლხედელობრივი თვალსაზრისით სინერგიის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სრულად წარმოაჩენს რწმენისა და მადლის აუცილებლობას ჭეშმარიტი სიკეთის საკეთებლად და ასევე მაქსიმალურად უსვამს ხაზს ადამიანის თავისუფლებას, ღირსებასა და პასუხისმგებლობას ღვთაებრივ ნებასთან თანამშრომლობისას.